პირველად ომის მიმდინარეობისას რუსეთმა კიევის ცენტრში მთავრობის შენობაზე იერიში მიიტანა. შენობას სავარაუდოდ დრონის ფრაგმენტი დაეცა, რასაც ხანძარი მოჰყვა. კიევის გარდა რუსებმა დაბომბეს დნიპრო, კრივი-რიჰი, ოდესა, კრემენჩუგი, ზაპოროჟიე. თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა. დაშავებულია 20-მდე ადამიანი. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით 7 სექტემბრის ღამით რუსეთმა თავდასხმებისთვის 800-ზე მეტი დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა. განზრახ დანაშაული და ომის გახანგრძლივება უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა თავდასხმებს. ზელენსკი აღნიშნავს, რომ პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად შეთანხმებების შესრულებას ელოდება. ჩვენ აღვადგენთ შენობებს, მაგრამ ვერ დავაბრუნებთ დაკარგულ სიცოცხლეს. ასე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერი იულია სვირიდენკო რუსულ თავდასხმებს. რუსეთში კრასნოდარის მხარეში ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის. რუსულ ენერგოობიექტზე იერიში სავარაუდოდ უკრაინული დრონებით განხორციელდა, რასაც აფეთქება და ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ყვარელში საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღები, სანადირო თოფები, შაშხანა, 107 ვაზნა, 7 მჭიდი, მაყუჩი და სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის ექსტრაქტი ამოიღეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი.